ლელო ძლიერი საქართველოს განცხადების შემდეგ ახარიას პარტია მათ საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას თავაზობს. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე პარტიული კანდიდატების დაყენებას ნაკლები ეფექტი ექნება და საჭიროა საერთო ნეიტრალური კანდიდატებით გამოსვლა. ლელოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიცსაბჭო და თანამდებობები დატოვეს ანა ნაცვლიშვილმა, საბაბუაძემ და დეამეტრეველმა. არჩევნებში მონაწილეობის განაცხადს კრიტიკით შეხვდნენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებაშიც. მარნეულში თასუას ყოველწლიური ტრადიციული სამგლოვია, რომ მსვლელობა ჩატარდა. გამოფენილი იყო ბანერები ტრამპისა და ნეთანიაჰუს გამოსახულებებით, წარწერებით შეწყვეტეთ ბავშვების მკვლელობა. თავარი ადგილობრივებს დაუკავშირდა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მსვლელობის დროს ისმოდა შეძახილებით ძირს ამერიკა, ძირს ტრამპი გაუმარჯოს აიათოლას. ევროკავშირმა და მოლდოვამ კიშინევში გამართული პირველი ერთობლივი სამიტის შემდეგ დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი გამოხატავს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, მიესალმება რეფორმების გატარების ძალისხმევას და ადგენს ვალდებულებებს სხვადასხვა სფეროში. მოლდოვას გამოეყოფა 270 მილიონი ევროც, 5 ოქტომბრიდან კი ქვეყანა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეს შეუერთდება. რუსეთის ქალაქ ჩებოქსარში ისკანდერებისა და შაჰიდების კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამიზნეებზე წარმატებული დარტყმა დაადასტურა. იერიში დრონებით განხორციელდა.